დღეს UFC-ს 10 ახალი ამბავი ზედმეტი ლაპარაკების გარეშე. განვიხილავთ კონორ მაკგრეგორის სკანდალურ განცხადებებს ხაბიბზე, ჯეიკ პოლის ეპოქის დასასრულს და შონ ომალის სინანულს. ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ აქ არის, ასე რომ დავიწყეთ. კონორ მაკგრეგორი პიკში მყოფი ხაბიბს ადულად დავამარცხებდი. კონორმა განაცხადა, რომ ხაბიბთან ბრძოლისას ის საუკეთესო ფორმაში არ იყო და სხვა სამყაროში, ჰოლივუდში და გართობებში იმყოფებოდა. მისი თქმით, პიკში მყოფი ხაბიბს შანსს არ დაუტოვებდა და ამას ბევრი ადამიანიც ეთანხმება. ხაბიბ ნურმაგომედოვი ამბობს, უსმანი უკვე თოფურიას და ცარუკიანის დონეზეა. ხაბიბის თქმით, უსმან ნურმაგომედოვი ბოლო 1 წელში საგრძნობლად გაიზარდა და გაძლიერდა. ის მიიჩნევს, რომ უსმანი სტილისტიკურად და ფიზიკურად უკვე ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის დონეზე დგას. UFC 324 პიმბლეტი გეიჯის წინააღმდეგ დროებითი გამრისთვის. პედი პიმბლეტი ამბობს, ბრძოლის შემდეგ ჯასტინი ფიზიკურად ძველებურად ვეღარ იქნება. მას ისევ ცემ, როგორც ცხოვრებაში არავის უცემია. ოქტომბერში მან ბრძოლაზე უარი მითხრა, ახლა კი როცა სასწორზე ქამარია დამთანხმდა. ჯასტინ გეიჯი პასუხობს, პედი ხაბიბი არ არის, ის ჩვეულებრივი ადამიანია. ჩემი გადაყვანა პარტერში ძალიან რთულია. თუ საჭირო გახდება, მას ჭიდაობაში კონკურენციას თავისუფლად გაუწევ. არმან ცარუკიანი ამბობს, დანა ვაითის ყიდვა რომ შეიძლებოდეს უკვე ვიყიდდი. ცარუკიანმა უარყო ხმები თითქოს აზერბაიჯანელმა სპონსორებმა დანა ვაითი მოიზყიდეს, რათა მას ტიტულზე არ ებრძოლა. დეინას ვერავინ იყიდის, თუმცა 500 მილიონად თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, სომეხ მილიონერებს დაურეკავდი და თანხას გამოვართმევდი. გაიხუმრა არმანმა. ფიგერედო ამბობს, თუ უმარს მოუგებ პიოტრთან რევანში შედგება. დევისონ ფიგერედო ამბობს, რომ თუ ის უმარ ნურმაგომედოვს დაამარცხებს, დარწმუნებულია პიოტր იანთან რევანსს ჩაატარებს. დანა ვაითის აღიარება. მინდოდა რომ ერთ-ერთი მებრძოლი დამარცხებულიყო. UFC-ს პრეზიდენტმა აღიარა, რომ 2025 წელს ერთ-ერთი მებრძოლის წაგებას ნატრობდა, რადგან ის პიროვნულად არ მოსწონს. ფანები ვარაუდობენ, რომ საუბარია ბრაის მიჩელზე, რომელმაც ისტორიულ ფიგურაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. შონ ომალი ამბობს, როდესაც თქვი რომ კონორზე დიდი ხდები ეს ბოდვა იყო. ომალიმ აღიარა, რომ მისი ფიქრები კონორ მაკგრეგორის პოპულარულობის გადასწრების შესახებ არარეალური იყო. მე მაქვს ჩემი გზა, რომ გავხდე დიდი ვარსკვლავი, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორიც ის არის. ისრაელ ადესანია თეთრ სახლში ბრძოლაზე. ადესანია მზად არის იჩხუბოს თეთრ სახლში, თუმცა ერთი პირობით. მას სურს, რომ იქ ნამდვილი MMA-ის ფანები იყვნენ და არა მხოლოდ კოსტუმში გამოწყობილი ჩინოვნიკები, რომლებსაც ეს სპორტი არ აინტერესებთ. ჯეიკ პოლის და PFL-ის პარტნიორობა დასრულდა. თანამშრომლობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო, ოფიციალურად დასრულდა. პოლს უნდა ებრძოლა MMA-ში, მოეზიდა მებრძოლები, თუმცა მან პირობებიდან პრაქტიკულად არაფერი შეასრულა. გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. დიდი მადლობა.